ინგოროყვას კლინიკაში სავარაუდოდ რუსი ეროვნების ქალი კლინიკის პერსონალს თავს დაესხა. კადრები პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ქალი კლინიკის თანამშრომელს ხელის არეში იკბენს, შემდეგ კი ძირს აგდებს და ურთხავს. თავდამსხმელი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. ჩვენი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რაც საჭირო იყო ყველა ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ საგამოძიებო უწყებებს. კიდევ ერთი სროლა ბათუმში. იურისტი თამაზ ბაკურიძე წერს, რომ გუშინ გვიან ღამით ქალაქის ცენტრში კრიმინალური ავტორიტეტი დერქან ბაშირი შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი გახდა. ბაშირი იმ ობიექტის მეპატრონია, რომელშიც რამდენიმე დღის წინ თურქეთის მოქალაქე ჩაცხრილეს. ბაკურიძის ინფორმაციით, თავდამსხმელები სავარაუდოდ თურქული კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ და 5 ჯერ გაისროლეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი არიან. საქსტატის მონაცემებით 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ $3 მილიონ მეტი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია. ზელენსკიმ 16 ახალი ელჩი დანიშნა, თუმცა უკრაინას საქართველოში ელჩი ისევ არ ჰყავს. ზელენსკიმ იგორ დოლგოვი საქართველოდან 2022 წლის 2 მარტს გაიწვია.